მოგესალმებით მეგობრებო, მინდა გახაროთ რომ საქართველოში ფრანგი მუსიკოსი გიმსი ჩამოდის. აი იმ ფრანგული განდაგანას ავტორი ჩვენი აჭარული რომ მთელ მსოფლიოს გააცნო და გაახიტა. კი ბატონო, მიხვდა კაცი რომ საქართველოში უფრო პოპულარულია ვიდრე თავის ქვეყანაში და ჩამოდის. მერე ვის უნდა უმადლოდეს? ჩვენ რო არ გვემღერა აქ ჩამოდი გიმსიო, არც აპირებდა მეგონია. კი ბატონო, და ბილეთები გვინდა ძმაო, მოკლედ მეათე რიგი ჩვენია. არ მაინტერესებს. მას ვერ გეიგებს ახლა მაგ. რა ვერ გეიგებს შეგვეჯო და მეათე რიგის ბილეთები გვინდა თლიანად. კი ბატონო. მოკლედ როგორც ამობენ ფრანგმა ვარსკვლავმა უკვე მოითხოვა 100,000 ევრო 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და აჭარული ხაჭაპური. ცომ გამოცლი. შეგინაც. ესე ჯობია აჭარული ხაჭაპური უკვე შეუკვეთოს იქიდან. აქ რო არ ავოდინოთ თორე მე ხოლმე მაგათი ამბავი კაც. ასევე შემოუთვლია ქართველები ღვინოს ნუ დამაძალებთო. მე განდაგანა სიმღერა ვიცი მარტო და მასე სიარულსაც ნუ დამაწყებიეთ ახლა თქვენ გენახო. ეჭი მაქვს ეს კაცი აჭარულზე არ გაჩერდება და ძალიან ველოდები გიმსის რაჭულს. აი ტაშივიჭო გიორგუნას ხო იცი რა? მონას იგი ტაშივიჭო გიორგუნა. კი ვაგოლი გიორგუნა. ეკი არა სვანური სიმღერას აპირებს თურმე და ძალიან არ შევიდეს როლებში. მოერიდეთ მაინც თუ დავიგიყვართ რეცელს. ისე ნინაოს გარდა გიმს სხვა სიმღერები თუ აქვს? კი. წყალსნაფოტი ჩამოჰქონდა სანგალა და გოგონა და კიდევ რაღაცა ფრანგულებიც ქონდა. მოკლედ სანამ გიმსი ჩამოვა მანამდე შეგახსენებთ რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და ცეკვის განწყობაზე გვაყენებს ჯიბგირი ქსოვრელები და სულეიმანა შოშიდაშვილი. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე. ისტორიაში პირველად საქართველო MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მაგარი ამბავია, მაგრამ სახელი არ მომწონს MMA. მაგას ბწგ არ ჯობია. გაჯობია? ბწგ რა. ბრძოლა წესების გარშემო. კარგი აზრია, მოვითხოვოთ. ისე რა გინდა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაიტმა სიტყვა შეასრულა საქართველოში ჩატარდებაო და ასრულებს სიტყვა შეასრულებს. ეს ამბავი განსაკუთრებით გაახარებთ უცხოელ სპორტსმენებს. თოფურია და დვალიშვილი რო გვიბაგუნებენ თავის ჭკუაზე, იქნებ ქართულმა სტუმართმოყვარეობამ გაჭრას და სახლში მაინც დაგვინდოდნენ. მართალია, მაგარი მოთხოვნა იქნება დასწრებაზე. რინგზე მეტად გარეთ იქნება თავპერის მტრევა. ბილეთებზე ნუ როგორც ვიცით ხოლმე. შენი არ ვიცი და მე უნდა წავიდე საყურებლად აუცილებლად. გიჟდები ისე მომწონს. რაზე გიჟდები? შერეულ ორთაბრძოლებზე გასო? არა. აბა, რაუნდებს შორის რო გოგოები გამოდიან. მაგაცე გიჟდები თუ არა ვიგაილახება რა ჩემი საქმეა ვიმკითხო მე რა გვაქვს. ისე ქართველებს ჭხუბი არ გვიკვირს. დამეთანხმებით, მაგრამ ეს უკვე იქნება ისეთი ჭხუბები, სადაც საძმაკაცო არ ერევა. და ვფიქრობ უკეთესი საყურებელი იქნება. მართალი ხარ. მოკლედ გილოცავთ გვეღირსა და როგორც იქნა ვნახავთ ჭხუბს, სადაც მოჭხუბრებს არავინ აშველებს. არც მაკაცები ეხმარებიან და არც ქალები კი ვიან, ვაიმე მოკლეს. კი ბატონო, სანამ ჩვენი სპორტსმენები ახალ მწვერვალებს დაიპყრობენ, მანამდე მწვერვალ ფუძიამადან მაშველებმა მთასვლელი ჩამოიყვანეს. ის კი უკან აბრუნდა. აბა რაზე თუ მიხვდებით? ტელეფონი დამჭირდა. რის გამოც მეორედ გადასარჩენი გახდა. რა ტელეფონი დაგქონდა ამისთან ერთად. ჩემი იმედა დაერქვა. უფლისაშვილი, როგორ ახალ? აპლოდისმენტები უფლისაშვილს. გავაგრძელეთ. მოკლედ ფუძიამაზე დაბრუნდეთ, ესე იგი ორჯერ ხვავი და მეორედაც გადასარჩენი გახდა, მესამედაც ადიოდა თურმე. დამტენი დამჩაო და მაშველება ახლა იდი. კაცოხადარი. ასე იყო თუ ისე, გამოვიდა რომ ამ კაცმა ფუძიამა ერთ დღეში
ორჯერ დაიპყრო. შეგენაცვალ. მაშველებმა კითხეს, იმ ხელაზე რა მაგიყვანაო და ქვევით ტელეფონი არ იჭერდა და შევყევით მაღლა. ტელეფონი. როგორც კი ტელეფონი დაიბრუნა, ეგრევე SMS-ების წაშლა დაუწყია. ჩემმა ძონახოს ქალების მოწერილები, მერე მაშველები ვეღარ მიფელიანო. ისე რა ტელეფონი ქონდა, ამისთან ასე სიცოცხლის ფასად რომ უღირდა და უკან აბრუნდა. აბა მე იმ დღეს სახლში დამჭა ტელეფონი და მანქანით დამეზარა მიბრუნება. თუმცა ამ საცობებში უკან მიბრუნებას ფუზიამაზე ახვიდე ორჯერ. იკუშ ფეხბურთის თამაშის დროს რას შეუშლია შენთვის ხელი, აი თუ გახსენდება. რა ვიცი ხა ის წვიმას მაგალითად. რატომ ეკითხე? რატომ და ინდოეთის სუპერთასის მატჩი ორჯერ შეწყდა ფუტკრების თავდასხმის გამო. რას არ გაიგებ კაცი? მესი და რონალდო უყავს ნარახი თავდასხმაში ფუტკრები ჯერ არა. გახსოვს ჩვენ ბავშვობაში სკაზე თამაშობდით და ეგენი ალბათ სკასთან. რაუდო და აი ფუტკრებს ეთია ის გამაგები. მოკლედ ფეხბურთელებმა თამაში ვერ ითამაშეს, მაგრამ მაგათ ბავშვებს თაფლი არ მოგლებიათ მთელი სეზონი. წვრთნელმა დაუძახა თურმე ფეხბურთელს. კარგია, კარგი. სწრაფად დარბიხარ და სრულ მოძრაობებით კარგი გაქვსო და სრულ მოძრაობები კი არა. ფუტკარია ჩამძვარი მიბხავშიო, შიგნით. ერთი სიტყვით მატჩის დამთავრების შემდეგ ვერ გაარჩევდით ფეხბურთელებმა ითამაშეს თუ სუმოისტებმა, ისე იყო დაცემული ბიჭები. სპორტიდან გადავიდეთ ხელოვნებაზე. ნიდერლანდებში ხელოვნებაზე ხომ გადავედი? ხელოსნებმა სარემონტო ნარჩენებთან ერთად ენდი უორჰოლის ნახატიც გადააგდეს. თან საკმაოდ ძვირად ღირებული ენდი ხო იცი ხა შენ? ასლაპარაკო, მე პატრონე გადარეული ყოფილა. ნახატი რატო გადააგდეთო და აღარ ვარ გონდა უკვე რას ტრუზილავდით ზეთო და ამაზე სულ გაგიჟებულა მე პატრონი. არ მაინტერესებს, მალე იპოვეთო და ხელოსნებმა ვიპოვით. ასე 2-3 დღე დაგჭირდება. 4. ხელოსნებმა როგორც იცის. რაზე მეშლება ნერვები იცი? ენდი უორჰოლის ნახატი როგორ გადააგდეს, ვიო? როგორ გადააგდეს? მალი არის როკარ და უორჰოლი არიცი? რანაირი მალი არის ხარ გასული? კიდე კაი ჯოკონდა რო არ იპოვეს. თორე იფიქრებდნენ მარიხუანას ყავს ჩატოვებული. იხიმისო და იმასაც გადააგდებდნენ. უცხოელების გაკეთებულია უეჭველი და ქართველი ხელოსნები არ გადააგდებენ. შანსი არ არის. ჩვენები დაადებდნენ ნახატს და ზედ დაჭრდნენ კი სპავინოს ყველს. მე გადაწვიდავდნენ სველტინო და დაკიდებდნენ ისევ ლამაზად თავისად. როგორ მიყვარს ესეთი უცბად. ხო, თან უორჰოლის ნახატს. ახლა კი სამედიცინო სენსაცია. თურქ მამაკაცს ოპერაციის შემდეგ მშობლიური ენა დაავიწყდა და დანიურად დაიწყო საუბარი. პრინციპში ოპერაციის მერე ეს ნორმალურია. მე ნაღლის ბუში რომ მომაჭრეს 3 დღე ინდურად ლაპარაკობ. ვინმე მითხარით რისი ოპერაცია უნდა გავიკეთო ინგლისური მაგზასა. მაგას მეგა. არ მინდა ინგლისური შეგერა ქართულად. მაგარი საშიში ექიმი ყოფილა ეს ქირურგი. თურქობას ართმევს ხალხს, მაგრამ ქართველებისთვის კარგია. როდადიან ბარიატრიის გასაკეთება თურქეთში, თან წონაში დაიკლებენ, თან დანიურად დაიწყებენ ლაპარაკს. გადასარი. ახლა კი ძალიან სასიამოვნო სტატისტიკა. თურმე სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში ერთ კაცზე 16 ქალი მოდის. ეხლა მაინც მოიყვანეთ სოლი მიო. სანამ 50-ი არა ვარამდე იფიქრებ, ხო? უფრო მეტი არჩევანია, 16 გადაავლე, გადმოავლე თვალი. ხო, აგი. მე რას მომჩერები ხარ, იქით გაიგებ. ანუ გამოდის რომ ჩვენ ორზე მოდის 32 ქალი. აგერ ქსოვრელებზე 64. იგულავია ნეგა. შეგერა, სარი გადასარევი.
მივხვდით ახლა რა ცოდოები ვართ კაცები. ჯერ ერთი ქალის ქაქანს გაუძელი, ახალი კაბა მინდა, ქურქი მინდა, მანქანა მინდა, ამას რომ 16 ერთად გეუბნება, აი ეს წარმოიდგინე, არ გინდა ხოხა გაანებე თავი. გაჩერდი თუ ძმახარ, თან 16 ქალის სად უნდა დატოვო სახში? ან 16 სტენკასად დავდგა. ოი, ჩვენმა მეუღლეებმა ყოველდღე მადლობა უნდა გადაგვიხადონ. რამხელა განსაცდელი წინაშე ვიდექით 16 ქალიდან, მხოლოდ ისინი რომ ამოვარჩი. აბა და ბოლოს ნიუსი მაღალი მოდის სამყაროდან. სოფლიოს მოდის ბაზარზე ტირანოზავრის ტყავისგან დამზადებული ჩანთები გამოვა. ალბათ ძალიან ძვირი ეღირება. ანუ ჯერ ტირანოზავრს გაატყავებენ და მერე მყიდველს. დავაკვირდები და თუ გაამართლა მაგ ბიზნესმა ერთ სამკერვალოს მეს გლიჯობს სათაფლოზე. დინოზავრის ჩატარატორ გაიყინოს და რატო ჩამორჩეს ტირანოზავრის. კი ბატონო, სერიოზული ეჭვი მაქვს რომ დემნა გვასწავლეს ოინები იქნება ეს, აი რატომღაც ასე მგონია. საწყალი ტირანოზავრი ამ ხელა გამყინვარებას და მიწისძვრებს გადაურჩა და ადამიანმა გადაჭიმაგერ ჩანთის ყალიბზე. აი მერე გოგოების დიალოგი იქნება საინტერესო, აბა როგორ? ისა რისი ჩანთა გაქვს ტირანოზავრის ტყავს. კარგი გოგო რომელიც ხო მაგრეთ აკეთე. კი. დაველოდო ტირანოზავრის ტყავის ჩანთებს, მაგრამ მე მაინც გირჩევთ რომ შიგნით რამის ჩადებას მოერიდო. მაინც არ შეჭამოს ჩანთა, რა ვიცი, ტირანოზავრი. ტირანოზავრია. იქნება გვილებიანად. მანამდე კი შეგახსენეთ რომ ჩვენ შოუში დოლგარმოზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრერები და გიორგი შოშიტაშვილი. ტირანოზავრის კლარნეტით და სხვათა შორის დიმას დოლეზე ტირანოზავრის ტყავია გადაგროვილი. ნაკლებზე არ დაუკრავს. ტირანოზავრის ჩანთა ვახსენეთ, ჩემო პააწა და მგონი დროა რომ ჩვენ საუყვეთ მაღალ მოდას. თან მარტო ჩაცმულობა კი არა, მან თავარი საუბრის მანერაც. მართალი ხარ, თბილისელები ვართ უკვე. შენი არ ვიცი და მე ვარ. ოდა დროა ვაკური იმიჯი მოვირგოთ და სიმღერას ტრენდული გავაკეთოთ. რას ფიქრობ ამაზე, ა? აუ მაშინ let's go. ინოვაციების დროა. მაშასე მღერიან ვაკელი სიკო და ნიკო. უფრო სწორად სიკუშა და ნიკუშა. აი ზუხარონ ჩიტავს ყოველი. ჯან კაია ჯან კაია ჯან კაია ჯან 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 კაია ჯან კაია ჯან კაია ჯან 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 დილით სოლარიუმი საღამოს კი მაკები შემოვხედეთ ეს ჩვენ ვართ რვა თაობის ვაკელნი. არასოდეს ვიღლებით ერთმანეთის ქებაში ვერავინ ვერ გვაჯობებს პეროს დატოლებაში. პერო კაია ჯან კაია ჯან კაია ჯან კაია ჯან 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 კაია ჯან კაია ჯან კაია ჯან 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 ახლა სტუდიაში მინდა მოვიწვიო ჩემს ნიკოლოსთან ერთად რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი დათო დარჩია. მადლობა ბიჭებს და დიდი მადლობა დარჩო ესე რომ მოგმართო ხო ყველა ასე გიცნობ დარჩო ვარდა გენაცვალე ხათაშორის ნიკოლოს მე რო ეს გადაცემა დავიწყე ჯერ თქვენ რომ არ იყავით ჩემთან
პირველი ან მეორე გადაცემაში იყო დარჩო ნანუკა ხუსკივაძესთან ერთად და ნეტა ხო არ ვიხურები ახლა ეს პირიქით კაცო გაიფეხის ყოფილა და შეგენაცვალე გურულების ფეხზე ხო გურულების ფეხზე რაღა არ არის ან თუ დავიხურები ფირალად მაინც გავალ რაღაცა ბოლო კი ბატონო როგორ ახარ кайფი ეხლა უკეთ ცოტა ისე ვიყავი ავადმყოფობის მხრივ რაღაცა ყელზე პრობლემებით მაგრამ კარგად არის ყველაფერი იცი მე მშვიდად ვისვენ იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ კარგად არის და არ აღელდეთ მეგობრებო როგორც ხდება ხოლმე მე სტენდი ჩავიდგი ამას ყელი ატკივდა ის ჯამთელია ვიდეო ვერ ზის კერკეტი გაგალი ვით ერთი სტენდი უნდა ჩავიდგა რომ ყველა მშვიდად იყოს დარჩო საუბრობთ ჩვენ ზოგადად გონებაში მოდის რუსთაველის თეატრი და იქვე ასოცირდება დავით დარჩია. ამასობაში არ ვიცი მე ჩემი მენამდენი წელია ის აღარ მახსოვს და შენ თავისთავად აღარ მახსოვს შენ ძირძველი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყავი ჩვენ რომ მოვედით და აი რა მინდა იცი რო თქვა არ ვიყო ბანალური და რა არის შენთვის რუსთაველის თეატრი უბრალოდ რა მინდა იცი მიუხედავად იმისა რომ ჩვენ რაღაც ვცდილობთ რომ ხერხობა შემოვიდეთ მაინც გავიდა წლები ბევრი ხო და რამდენი როლები გაქვს ნათამაშები, რამდენი კარგი საქმე გაკეთებული, ვიცი კაცო, ვინც შენამდეა უკვე ასე ხართ არტისტები და ხო ხარ შენ კარგად. დარჩი როლების ამარა შენც. დარჩი ხო და. რა ხდება ვითხარით თეატრში დღეს? ნუ აი რაღაცნაირად პაუზის შემდეგ, პაუზის მერე, რაც მქონდა ხელიდან გამომდინარე, ყველაფერი კარგად არის, კარგად არის, ხმაც დამიბრუნდა და შეუდექი მუშაობას, ვიცოდი რომ უნდა მემუშავა ამ როლზე. ძალიან, ნუ ჩემთვის და რაც მარტო ჩემთვის არ არსებობს ქართველი, არ არსებობს თან რანაირი ქართველიც არ უნდა იყოს ყველა ქართველს, ვაჟა-ფშაველა ავიც წარმოუდგენია და მიაჩნია რაღაცნაირ მაგარია ვაჟა-ფშაველას თამაშის დაწვირა რაღაცნაირ აწმუნებული თან ცოტა ნერვიულობ ცოტა ის არის იმიტომ რომ ვაჟა-ფშაველა თვითონაც ნერვიულობდა ვაჟა-ფშაველა რო იყო და შენ რო არის იმაზე ნერვიულობ რაღაცა ლუდოვიკო და რაღაცა რო ვართო ვიღაცა ფრანგი გადარეული და შენიანი თან როგორი ადამიანი გენიოსი ყველა ისე გიყურებს ის არწივი ამას კიდე როგორ შეგხედავენ როგორ მიიღებენ და რა ვიცი აი ძალიან საინტერესო ბატონი ნიკოლოზ საინეშველიძე ტირეშველიძე ჩვენი მეგობარი აი სპექტაკლს ქრონიკის სიკვდილის ქრონიკა ბოლო წლებია სადაც აი ფოტოც რო არსებობს აი ცნობილი ფოტო ეს ავადმყოფოში და მედდები რო დგანან ეს ცნობილი ფოტო და აი ესე იწება ეთყობა ყელი რო გტკიო და მაშინ იფიქრა მაგრამ მე ხო ვიცი მაგისი ესე იგი ძალიან საინტერესო იქნება მე აუცილებლად ვნახავ ო რაღაცა და ალგეთ გადაწყვეტა და მე ამ გადაწყვეტაში ამ სიკვდილის ასე ვთქვათ მოსვლაში ამ აგონიაში ახსენდება ალუდა რომელიც ასე ვთქვათ თეატრში არავინ არ არის შეხებილი ალუდას არ არის თუმცა მასპინძელი ვთქვათ ბახტრიონ ესენი დადგმულია მაგრამ ალუდა არ არის გაკეთებული ფილმში აქ თენგიზაბულაძის სამეუფში აი ესე გაკეთებული დიახ და რა ვიცი ამ ხრივათა ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ნერვიულობთ რაღაცა ნაკლებია მსახიობების ჩვენი რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობებიც იქნება რამოდენიმე მოწვეული მსახიობებიც იქნება მათ შორის ჩემი შვილის თამაშობს ელენე ვა რა მაგარი ერთ-ერთ მედას ასე ვთქვათ კი ბატონო ხო და უფრო სხვანაირად მოგივლის გორის რა თქმა უნდა გორის ხო ერესთავის ბიჭებიც და ნუ ნახოთ იმედია რომ ესე იგი მიხარია რომ ასეთი დაბრუნებაც ასეთი უნდა მოკლედ დაბრუნები ესე უნდა დაბრუნდეს კი ბატონო პლუს ამას სერიალიც რაღაც სერიალის შემომთავაზეს ასე ვთქვათ ბოლო სეზონი არის ესეთი სერიალი. კი ბატონო, რო ვიცი. ფეხბურთზე და იქ ერთ-ერთი ასე ვთქვათ როლის შემომთავაზა. თან ფეხბურთთან და შენი დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან. იქ კი. ის ხოთა შორის ბარსაზე რა სიტყვი გუშინდელი.
შეთაშორეს ერთი რამე მინდა გითხრა, სანამ თამაში დაიწყებოდა, ქალბატონმა თანგული დედაჩებმა მომწერა და დათო. იცი რაღაცა აი განვიცადოთ ვიგრძე რომ ინტერი მოიგებს და მე ცოტა ესეთი სახე მქონდა რაღაცნაირი. რებს გუში ძალიან დიდი სანერვიულო ქონდა. კი ბატონო. ეს სერიალებს ბარსა, მაგრამ იქცი რა არის? იქნებ ჯობდეს ჩვენი ხვიჩასთვის ეს ამბავიც, კაცმა არ იცის. ამ ხვიჩას გამო შეიძლება ბარსაძე უარი. შეიძლება ბარსაძე უარი. თორე გახსოვს სპექტაკლიდან? დაკანონებული ბარსა ჩემპიონია. კი ბატონო, მაგარია, კი. ძალკე გადაცემას ვაკეთებ ჩვენ ახლა სპორტულს და მე იქ აუცილებლად დაგვადიზებთ მანამდე ლაშა დვალიშვილი არ გავანაცხადა ჩვენი. კი ბატონო, იცი რა სერიალი ახსენე და თავში ვახსენე კიდე ჩვენი შესაძლებლობები. ესე იგი, თეატრისა და კინოს მსახიობი ხარ. კი, ნუ ისეთია რომ კინოში ძლიერი სწავლება იყო უნივერსიტეტში. კინოს მიმართულებით ძალიან. მე მადლობა რომ მომიწია და გამიმართლა რომ აი ეს დიდ არტისტებში მომიწია კინოს სწავლება, თორე მართლა ეს ძალიან რთული რამე, მართლა კინოსა და თეატრის მსახიობები ვარ ჩვენ და კი ბატონო. სხვადასხვა რამეა, მაგრამ ნუ ამ ქვეყანაში ხო იცი ბატონი გურამ ფრიცხალავა ყავდა გვერდით და ეს შენ გაგიმართლა, მაგრამ იმ ხალხ ვარ აქ რა. არა, ეს ხო, მაგრამ ნუ ეხლა რაც არ უნდა იყოს, ნუ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პატრიცემულო კოლეგებო, ასე ვთქვათ, ის მოგეჩვენება თუ რაღაცა თეატრში ვართ, რა ხელფასია და რა მცირედი კაპიკებია, გასაგებია. იქ რაღაცა მე კინოში ან იმაში გაგვიხარდება და დაგვამტკიცებენ და ნუ ცოტა მეტი კაპიკებია. უცებ რაღაცა სერიალი შეიძლება მოხდეს და აჰა სერიალზეც დაგამტკიცოს თუნდაც თავარი როლი გრძელვადიანი კაპიკებია. რაღაცა ეს ლარებამდე რაღაცა იმამდე არ ავიყვანეთ, მოცემულობამდე არ გამოვა არაფერი. იცი რა არის? ყულაბა ვერ გავა. რომელ შრომობთ ეხლა? ხო მართლა ესე ხო მართლა ხალხს გონია რომ ესე მოდის ხო? რამდენი შრომა უნდა პატა ამ ყველაფერს? რამდენი ის უნდა ხო? ნერვები. აგერ შუტიმა გაკეთებული სცენაზე მომივიდა ეს კი რაღაც. რა კარგია მე სცენაზე აი ნეტა სცენაზე. ვიღაცა ხო უნდა სცენაზე მოვკდა. საერთოდ რა თქმა უნდა რატომ იტა სცენაზე მოვკდა? აი კარგია კიდე კაი უნდათ რომ პრობლემა არა. ეს რა კარგია რომ სცენაზე მოვკდები მე თუ რაღაცა. არ მინდა ბატონო. შვილებთან მახსოვს ჩვენი სცენარი იყო უცებ რომ გალურჯდი. ესე იგი, არ აუცილებლად უნდა კითხვა ხა შედა პატა, ნუ ახლა პატა ძირითადად უკვე ტელევიზიაშია. დეკლარაციაში უნდა შევიტანო უკვე. იმიტომ მესამე სახლი. ხო, ის თეატრი მეორე სახლია და ეს უკვე მესამე. ოლიგარქი. კი ბატონო. ხო და მინდა რომ რაღაცა აუცილებლად გექნებოდათ რაღაცა ისეთი რამე რომ გაიხსენო პატაზე მინდა რომ რაღაც იცი რა მე ერთი რაც უცბად შეიძლება საღლიცინო გამახსენდეს თვითონ სათაური იყო და რო გაანაწილეს და მე და დარჩენ ვეწერე ძალიან განაწილებაში ძალიან დიდი ყიარულება გამოიწვია სახელი არაფერში არ იყო ოღონდ სპექტაკლთან ხო სპექტაკლთან არაფერში დაბოლილი მთვარე ასე სპექტაკლი თქვა დაბოლილი მაგრამ თვითონ ამ თქვა დაბოლებასთან არაფერი კავშირში არ იყო მაგრამ კავშირში იყო ზოგად დაბოლებასთან ისეთები ხდებოდა არ დამავიწყდება შენი კოსტუმი საოცარი ანრი კუკუა პერსონაჟი სახელი შიგაბაშაო რომ არა ონტოფო სოფელ ონტოფოდან და თამაშობდი აი გამომგონებეს კულინარიის მამას ასე ვთქვათ. საოცარი იყო საოცარი სპექტაკლი თამაშობდით მე და პატრიცემული ბატა ერთად და ერთ მომენტს გავიხსენებ დაწყება სპექტაკლის ესე იწყება სპექტაკლი რომ ქვაბს თუ რაღაცა მიდგა და ხარშავ თუ რაღაც ექსპერიმენტებს ვაკეთებ რაღაც სკაფანდრებით და რაღაც ასწავლი სპექტაკლი იყო ხოჭოები ტანკები რაღაც ერთად დადიოდა სრული აბსურდი მოკლედ არაფერს არ ბატონი ირაკლის აბსურდის სრული აბსურდი ხო და დაწყება და რაღაცას ვაკეთებ მოკლედ ეს და უკიდებ რაღაცას და იქ
რაღაცა ცეცხლი და კვამლი უნდა ამოვიდეს. და რამდენიც ესე ბოლო გენერალურზე რომ მომკვიდა, რაღაც არ მომეწონა, რაღაცა პატარა იყო. მე ვუთხარი, აი საერთოდ ექსპერიმენტი. ეფექტი მე ვუთხარი ჩვენი გენიალური შრომელი კაცი მე კიტო ყველაფერზე თარდება, კიტო გავაკეთებ. გავაკეთებ და არ დამიხედი ახლა ეგ რა იყო და იწყე პრემიერა თუ რაღაცა. მაშინ ჯერ კიდევ ესე უკიდებდი ანუ მისიდან მიდიოდი ახლოს. მე კიდე გავაკეთები აფელა შორიდან. ესე იგი რომ ავანთები და აი მარგანცოკა თუ ბევრი დაყარეს მოკლედ რომ მივადე და ბა კაბა ეს ალი ხო ამოვარდა მე უკან გადავარდი გადამისვე დამეწვა ეს გადმოვიდა ეს ნუ სასაული ის მოხდა მე აღარ ხო მე გამოიძახეს კიდე სახანძრო და იყო ერთი ამბავი ჩაარა ყველაზე კარგი რა იყო ის რომ დამთავრდა და პირველი სცენა როგორ ითამაშაო კაცი დაიწვა იღებ დავი ნუ სასაული აი ესეთი არაფერი საოცარი მართლა საოცარი იქ არ ვიცი შევეცი სირთულისთან ხელი არ უნდა მქონოდა სპექტაკლში ჩამოწეს ეგრეთ წოდებული ტერეგრეიკა და მე რომ მოდიოდა დარჩო ეს ვინ მოვიდაო მუკიდებდა ხეს და ხელი მძვრებოდა და ერთი ხელი არ მქონდა და წარმოვიდგინე ხა შენ ეს ხელი მაქვს მიბმული რა აქედან მიკერებულია ტერეგრეიკაზე ვითომ ხელია აქეთ მიჭირავს ავტომატი მეორე სართულზე შემოვდივარ და არის დაახლოებით 2 მეტრამდე კი კარგია გოგა დავაძე აი მოდი კიდე თაპაატა მოვედი ხა ეს პარიკი ყვითელი რაღაც საოცრე რას ყვებიან ესენ გავგიზდი ხიჭკოკი გამოილი მთვარე ეხლა გადმოხტიო მე ვუთხარი რანაირად გადმოხტე დაბმული კაცი მკლავ და საოცრება იყო არა სასაული სპექტაკლი იყო მართლა ეს ნუ ბევრმა ნახა ერთი ნაწილი იყო უნდა დამთავრდა და გვეგონა ეს რთული სპექტაკლი ისე და დამთავრდა და აი დამთავრებულ და იწყებოდა ახალი სპექტაკლი ინდაური ამარინდოს მოსვლით ინდაური ამარინდო და მე ამარინდოზე ახალი ისტორიები და აი მეტედა საოცარი აბა არა არ თავდება ეს ჩვენ არ დაგვავიზდება სუ გამოცვლაში ვიყავი რა მართლა იქ კოსმონავტის ფორმა უნდა გამომეცვალა 2 წამში მომესწრო იქ ნინიკო არსენიშვილის ლიფით გამოვარდი ამერიაში ვერ გავიგე ნინო გამოვარდა ჩემ კოსტუმში გადარეულები დადე და რეჟისორი იძახდა კარგია ეს კარგია საოცრება იყო რა დარჩო მაგრამ დაგვრჩებოდა კი ბატონო იცი რა აი სულ ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ რამხელა დიდი ბედნიერება იყო წეგანაც ვახსენეთ ბატონ გურა ფირცხალავა აუ ისეთი კარგი ადამიანები დაგვიგროვდა სამწუხაროდ რომ მაგრამ შენ ხშირად ყვები ხოლმე ბატონ გურამის ამბებს რომელმაც ჩვენთან რო ყვევი რომლებიც არ იციან და მაგარი ენა კვიმატი კაცი იყო რა ბატონო და რამე ურთიერთობას ხوار გაიხსენებდი ამ გენიოსთან ერთად იმიტომ რომ მისი გაზრდილი ხარ შენ და არა კაკრას და ამ პროფესიასთან დაკავშირებით იმას არ დამავიწყდება არასდროს აი პირველ მთავარ როლს თამაშობ პატარა ბიჭი ვარ თინეიჯერი ჯერ კიდევ 20 წლის ვარ და აი ამხელა ბუმბერას მსახიობთან ერთად მე მთავარი როლი მაქვს რაღაცა ისტორიული ფილმია მეფეები რაღაცა თავად ჭკუბი ხმალი რა და ერთი სცენა ესეთი მე ავდივარ ცხენით რაღაცა გავჩერდები და გურამი და მისი მეუღლე ფილმში დგანან დაგრძალოა რა სცენა ტრაგიკული სცენა და მე შევდივარ და ვკითხულობ და ნუ გაჩერდი და ჩერდა და ხომ ჩუმად უნდა ვიდგეთ აი რაღაცა მოხდა ხო იცი რო ხდება ხოლმე რომ ეთქობა რაღაცა თუ უთხრა იქ არ ვიცი რა უთხრა გურამი მეუღლე და ისინი ნუ რამდენ კაცი შემოვდივართ ნუ არ ჩერდებიან სიცილით მიდის ანუ ვერ ჩერდებიან მეც მიტყდება სიცილია გამოციცილზე და ისევ გურამი მე ვიცი პროფესიონალიზმი ამ ამბის გამოსავალიო თუ გაგიჟდა ლევა თუთბერიძე იქ ცხოვრებული ჯიმი ქრისტესაშვილი ნუ სასწაული ხდება და ფჩხილზე უნდა დაიხედოთ როცა გეცინებათ აი ძალიან რო გეცინებათ აი ესე დაიხედეთ ფჩხილზეო და აი ეს გადაგივათო ნუ კაი მე ახალგაზრდა ვარ არ ვიცი ჯერ კიდე და შემოვდია მოვარდი და შემოვდი გამაჩერა დავით ისევ დაიტო მე ისევ დავიხედე ფჩხილზე გურამი იცინის მაგრამ ხდება სიცილი გურამ მე თვითონ გამიკვირდა ესე იგი რატომ სად არის რატომ არ ქედი შენ თვითონ
მან და მაინც იმაზე დავიხედე, რომელიც არ მქონდაო. ეს ტიპი არ მქონდა, თოფმა წააძრო რაღაც ნადირობის დროს და უცებ რომ უნდა დახედა და არა, აქ ის ტიპი ეგეთი აქ და აუტყდა მე ამაზე სიცი. კაი მაგარი. მაგრესი ადამიანი იყო. თუმცა მართლა აი ისე რაღაც ესთეტურად რომ სახეობის ხო ეს შენიშნები და რაღაცა რაც არ უნდა განსხვავება იყოს ასაკშიც და იმაშიც მაინც არ უყვარდა ისე აკეთებდნენ ეს დიგივე გურამი ოთარი მეღვინე თუხუცესი და გივი ბერიკაშვილი და მაგარი ძალიან ადამიანები რომ სწავლის მხრივ მე ძალიან ბევრი რამე იმიტომ თქვი თავიდან რომ აი ეს საყვარლად თან საქმეში თან ესე ისე ხო რაჯობებს ესე ქენი და ამით მე რა ვიცი ეს ამრჩება ესეც ცხოვრებაში. კინაცვალი. და იქ სულ ვიძახი. აი რა არის ჩვენი პროფესია მეთქი. მე აი იქ სულ ახალგაზრდა იმის არ ვიყოს ბაშია ჩუკი სულ ახალგაზრდა ვიქნები 20 წლის ვიქნები იმ ფილმში როცა ჩატა და კი ბატონო. თაობები ასე თუ ისე რაღაც დონემდე ხო შეხედავენ და უყურებენ. აი ეს უპირატესობა გვაქვს სახეობებს. არ მივიწყების ასე ვთქვა. კი ბატონო და ეს მართლა ბედის წერა რა ბედის წერა. დარჩო აი რუსთაველის თეატრზე რომ ვთქვათ, აი ამდენი დრო გავიდა თქო და მაინც ზუსტად 30 წელი. 30 წელი. 31-ში წავედი. შენი როგორ პირველი როლი რა იყო? პირველი იყო ეს არ ვითამაშე ბრმა. მაინც. ოღონდ აქ სირთულე ის იყო რომ კარგად ხედავდი. არა. ხო, კარგად ხედავდი, იმიტომ სათვალეებიან ბრმას არ ვთამაშობდი, აი რომ ესე ადვილი იყოს. ბრმას ვთამაშობდი, გახერილი ბრმას და რთული აქიდან რომ ხედავ ადამიანს და ბრმა ითამაშო რა და ნუ რა ვიცი, თან ბატონმა რობერტმა ძალიან მალევე მიგიყვანა, ეს იყო უკვე ამბავი. კი, რომ პარალელურად მაგბეთს დგამდა და ამოდიოდა დათო ღებირშვილმა დაიწყო სპექტაკლი და ნუ ბატონმა რობერტმა დაეხმარა როგორც ხდება ასე ვთქვათ და სულ ძალიან მალევე ორ კვირაში და პირველი პარტნიორები არ დამოწდება დედა ითამაშა ქალბატონმა ნანა ფაჩოაშვილმა გენიალურმა ქალბატონმა ნანამ ნანუკა ხუსკივაძე ნანუკა უსაყვალესი ჩვენი ბაჩი ბეჟავა ოქროს ბიჭი ბაჩი რა თქმა უნდა ხეა მუხას ძმადა მეგობარი ენაცვალე ესე იგი როგორც ახლა ნელ-ნელა ვიგებ შენ მას შეჩერებული გქონდა ამ ოპერაციის გამო. კი, გქონდა შეჩერებული. არაჩვეულებრივი თამადაა ნიკუშ, მინდა გითხრა. დარწმუნებული ვარ ახლა. ძალიან მაგარი. თავისი გურული იმით და ერთი გურულობას რადგან შევეხეთ, სისონა დარჩიაზე უნდა რომ ფილმი გადაიღოს და სულ მაგას რომ ამბობ რა. სისონაი დარჩია ნაკებია ბიჭობაში. კი. მივიდა არ შეშინდა იმ მივიდა და ძმაიტი რა არ შეშინდა იმ ტონჯარში. კი ბატონო, როგორი ნათესავი იყო შენი? ისი როგორია კეთყვი ახლა შენ. ყველა დარჩიას ნათესავია სისონა. აი რაღაცნაირად ხოჩი აი ლალუდა ახლა ზოგადად გმირია. ჩვენი აი დარჩიების და სრულიად ასე საქართველოს იმიტომ რომ კეთილ საქმეებს ჩადიოდა ისთან თავისი გაგებით და ებგვით. კი ბატონო. გენაცვალე. მე მინდა რომ შენ წარმატება კი არა, შენი შვილიც დავიწყო მასუსურო წარმატებები ამ დიდ საქმეში. მახსოვს რო აბარებდა როგორ გელავდი. და უკვე წარმატებულად ორ თეატრში. აბა რა. უკარავით აი ელენიკო და ეს საქმე ხო მაგას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს არაფერი არ გამოვა. გონიათ რომ ადვილნეტა სცენაზე მომკრა ეს კაი, რატო უნდა მომკრა ახლა სცენა. კარგია დათო ბატონო, რომ დატვირთული გრაფიკი გაქვს, ასე რომ ვთქვათ ეს ახლა. ჩავდექი ფორმაში. ხო, აქეთ სერიალი, თეატრი. კი. ასე რომ არ გაქვს მოდუნების საშუალება, არ გაქვს უფლება გახდეთ ცუდად არავითარი ეს იყოს ბოლო და ეს მეორე თვე მაგსაკითხზე არ დამირეკო არ შემაწოხო შეგენაც რაღაცა ყელის პრობლემა და დარჩო ეხა მე მყავს აქ არაჩვეულებრივი ბიჭები თამადობა ვახსენეთ შენი ქსოვრელებთან რაღაცა ახლა ჩვენი ძია გურამი რო გავიხსენოთ უკვე პირდაპირ შეხება არის ჩვენ საქმესთან რა და ლექსის კითხვაც გიყვარს თქმას. ამ ბოლო პერიოდში თან განსაკუთრებით ასაკმაიც ეგა. მე სუკირი ვარ ხო. კარგია. თუ იგძენი რა თავა. უგძნია მაგანასო რა გიდა. კი ბატონო. აი ესე ვარ. და მოდი აი ესე ექსპრომტად რომ არაფერი რო არ იყოს ისე
რამე ლექსი შენი რაც გინდა პატარა კი ესე ბოლო პერიოდში ასე ვთქვათ რაღაცა კითხულობ ხოლმე ხშირად და ასე ვთქვათ წავიკითხავ მაგ ლექსს ჭილაძის წინვარე ლექსი სულ ერთმა ჭიქამ დამათ რო ასე დამომაგონდი აღარსად ჩანდი აღარსად იყავ სულ ერთმა ჭიქამ დამათ რო ასე მე უეცრად შენ მომაგონდი ხმით ციცილით ნასი ხიმილით მომინდა უცებ შენი სიცივეთ სულ ერთმა ჭიქამ დამათ რო ასე რა იყო მაინც ის ერთი ჭიქა ოქტომბრით სავსე და შენით სავსე აღარსად ჩანდი აღარსად იყავ სულ ერთმა ჭიქამ დამათ რო ასე ვინოს დავლევ სალხინოს ამ გულს მოეფერება მომენატრე ძალიან რამქრა მეშველება მომენატრე ძალიან რამქრა მეშველება ვინო არის ნეტარება თუჯი ვინოს ნეტარება შენი ჭირიმე შენი ჭირიმე ბრავო დარჩო აკლა კი ჩემო ძვირფასებო სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ პროექტ საქართველოს ხმას ერთ-ერთი ლამაზი ხმა ლიზი კოტრიკაძე სასიამოვნო თქვენი მომზადება. გამარჯობა. დიდი მადლობა ლიზი ჩემო კარგო რომ მოიცალე პირველ რიგში და მადლობა რომ მომიწვიეთ. კი ბატონო რომ მოხვედი ჩვენთან უпроსტად რომ გადმოხვედი აქვე მეორე სტუდიიდან. ესე იგი რა ვიცი ხა შენმა სიმღერამ ჩვენ თანამედროვე ტერმინოლოგიით რო ვთქვათ ისე გაისწრო რომ ყველა გადაცემაში გიწევენ უკვე ხო აცია ჩვენს მერე კიდე უფრო მიგიწევენ და ეს აცია ხო აუცილებლად უნდა დავიწყოთ შემოპატ ალბათ იმ კითხვით რომ ჟიურიმ როგორ შეგაფასა და შენი ემოცია ამ დროს როგორი იყო რა? სანამ სცენაზე გავიდოდი, საერთოდ არ მქონდა ის წარმოდგენა, რომ ოქროს ღილაკს დავიმსახურებდი. უფრო ისე რომ ვთქვა რა, საერთოდ ორკის და ერთ არას ველოდი რა. ორი კი და ერთი არა და მე უცბად ოქროს ღილაკი. ხო და აი სასწაული ემოციები იყო რა, ესე ერთი სიტყვით გადმოცემა არ შემიძლია. ოქროს ბარათი. ხო, იმიტომ რომ ჩვენი ტელევიზია რუსთავი იმდენ მეგა პროექტებს აკეთებს რომ ამერია უკვე რომელი ღილაკია, რომელი ბარათია. მაგრამ რა მაგარია ერთი რამე, რომ ეს ოქროს ბარათი გაძლევს შანსს ისევ და ისევ რუსთავი 2-დან გამომდინარე, რომელმაც კიდევ ერთხელ ამ პროექტზე მალევე ადამიანებს და შენც მათ შორის მოგცა შანსი ბინის. რა მაგარია. ხო. არ ვიცი. და მე იგრაკ ჭირდება ერთი ბარათი კიდე რომ ბატონო ვაკო, სად მიმართ? რაღაცა, მოჯი, რაღაცა. რა არის, ვერ გავიგე. ისე ჩვენთან არ შეიძლება ჩვენ საგარაჟი ადგილები. პარკინგი. შენ ისე მაგრად იმღერი, ჩემო კარგო, რომ რაღაცნაირად აი მგონია რომ მართლა ესეთი მყარი კონკურენტი ხარ იმ ადამიანებს შორის რომელსაც შეეძლებათ რომ ამ თავარი პრიზის მესაკუთრენი გახდნენ. კი ბატონო. მადლობა რომ ესე ფიქრობ. კი, კაი ადამიანი ხარ და აუცილებლად შემოპატა უნდა ვკითხოთ ალბათ ამ სიმღერასთან დაკავშირებით ისეთი ცოტა უცნაური სინთეზი იყო ხო და მეთანხმებით ალბათ ყველა რომ ბურთი და ფანდური.
ხო, რატო ეს? რატო გადამიწყვიტე ბურთი და ფანდური? ფეხი როგორც კი ავიდგით, ჩემს ცხოვრებაში არსებობდა მუსიკაც და ფეხბურთიც. აჰა. შემდეგ უკვე დავიწყე ფანდურზე სიარული, დავისწავლე ფანდურზე დაკვრა, ანსამბლ თორდაში დავდიოდი და აქ რომ მოვედი, ესეთი არჩევანი იყო, რომ ბურთი თუ ფანდურიო და მე ორივეთი გავაბარე. ხო და ძალიან საინტერესოც გამოვიდა. კი ბატონო. კი ბატონო, ეხლა ფეხბურთს კიდე მისდე? დროებით თავი დავანებდი. ისე რომელ გუნდში იყავ? დათის აკადემიაში. აჰა, და რა პოზიციაზე თამაში? ფორვარდი. ოხ, კარგია. მოდი ბარემ ფეხბურთზე წავედით და ეს ჩემპიონთა ლიგაზე ვისი გულშემატკივარი ხარ? მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვიყავი. აჰა. მაგრამ პარის სენ-ჟერმენზე გადავედი რა. ჩვენი ხუჭა კვარა და ამბო. თან ახლა გვარი გაქვს შენ ჩემოკარგო ისეთი რომ ფეხბურთი რო არ გიყვარდეს არ შეიძლება ისე სხვა ინსტრუმენტებიც ხო არ გიცდია? გიტარაზეც ვუკრავ, ფორტეპიანოზეც ვუკრავ და სხვადასხვა დასარტყამი ინსტრუმენტები. ვიყოთ არის ძალიან ჭირი თაობა მოდის რა. შენ იცახდი რაღაც სინთეზი საინტერესო იქნება. კარგია, მე აქ შემდეგ ტურში რო გამოვა სავარაუდოდ იქნება როიალი და ბურთი. ბურთი განუწყვეტელი ნაწილია. კი ბატონო. მე კლავისინი და ეს რა ქვია, ბეისბოლის ჯოხი და რაღაც ესეთ სინთეზები არის. ლიზი, რა მაინტერესებს, იცი რეპერტუარი შენ თვითონ შეარჩიე, რაც გინდოდა რო გემღერა. ოჯახში მღეროდა ვინმე? დედა ჩემიც ფორტეპიანოს სპეციალისტია, კონსერვატორია აქვს დამთავრებული და ასევე ძალიან კარგად მღერის. მამა ჩემიც მუსიკოსია და ისიც ძალიან კარგად მღერის და ესე მუსიკალურ ოჯახში გავიზარდი. შეგენაცვალე გონი ხა ლოცულობი რაღაცა ამ ბურთს გაანება თავი და სიმღერა და ის. არა, მე უფრო ასეც ველოდი რომ დედა ფორტეპიანოზე უკრავს, მამა ფეხბურთზე. მე ორივეს ერთად კარგი, მოვიკითხოთ და მადლობა უთხრათ ასეთი კარგი შვილისთვის, შენ საყვარელ მშობლებს და ეხლა მის სიმღერა ვერ გამეორდებით, ეხლა გადასარევი იყო, მაგრამ რაღაცნაირად სურვილი მაქვს თუ არ გავასწრებ რაღაც მოვლენებს და ეს სიმღერა რომელიც უნდა შეასრულო არ გაქვს შემდეგისთვის დაგეგმილი, იქნება რაღაცა ნეიტრალური დღეს სიმღერით წარსდგე ჩვენს წინაშე. კი ბატონო. კი ბატონო და აი რა ვიცი, მე შემიძლია თუ მაინდა-მაინც ბურთის გარეშე ვერ იზავ ამას აგერ მაქვს და მაინც თუ შესკენა ვარ მოკლედ რა, თუ ბურთი საჭიროა და თილისმა მე მაგალითად ყველა სპექტაკლის გასვლის წინ ასეთი 20 თეთრიანს ვიგდებდი ჯიბეში და ისევ თამაშობდი, რაღაცა ისეთია რა, დაუწერელი რაღაცა, არც კანონი ქვია, მაგრამ რაღაცა სიგიჟე. და სხვათა შორის რამდენი ხელფასმა დაიგვიარა, მე იმ 20 თეთრილებმა კი მიშველა მე და მაშინ ეს შენ ამობ ძველ პერიოდს, ახლა ძველ პერიოდს კაცო, მე ახლა 100 ლარიანი თუ არ ჩაიდო ჯიბეში ვერ გამოდის ისე. ადრე 20 თეთრიანი. ოხ, შენ ვინახა. შენ რა გიყვანო ჩემთან. შენთან სახში. კი. ლიზი, ვიმღეროთ? ვიმღერე. რამის თქმა ხო არ გინდა? არა. არავის არ გინდა მიმართ. სიმღერით მოგახსენებთ ჩემს სათქმელს. კარგი. მოусმინოთ ლიზის. რატო არ წეყო? ძალიან გამაგებია. ის მომჩერები ხარ, ვეიო, ეხლა დაგლიჯეს, ვიჯება ყველაფერი და არ უნდა გაარყიო, ბატონო, ხელი. სერა ვიგო, მაიხედი აქეთ. მოდი შიგი მომითხოვია და ცოტა ხო არ უვერავში. ჰა? თით სასაური თუ ვინ. რაი, ნოვი შეიძლება, დავია, გამაგებია. გაახურე წინა კვირასა და გაიხურე კარი და წახვე ქუთაისში. გვირილობაზე არ უნდა გითქვა. ერთი სიტყვითაიო, წამოშეთ წამოდიო, ჰა? შეხედები ჯო ახლა. უყური ახლა ამას ხედავ რას მეუნება ახლა. გააღვიძებდი ვიჯო და იდი
შენ არ მითხარი. რა მოვიძებდი, მაგიო გითხარი. გეთქვა თანა, რატომ აღვიძები და არ ვიტყოდი მაგ სიტყვებს, აიო. მაცადე? რა, ბიჭო რაო ხერია რა, აქეთ არ დამამრა რა. გოგო, მარო. ო, რა იყო, ნო? რა იყო შემოდი რა, ჯერი. გაიხედი აქეთ ახლა. რა არისო? რა იყო, რა დაბალხმაზე ხარ, რა უწიცო. აუტიო? რა, აბა ახლა მითხარი, რასაც ახლა ეგიძახის, ეგრე იყო. მე რა ვიცი კაცო, ძროხებთან ვიყავი გასული და მწველიდი, მაგრამ ეგრე იქნებოდა. რა, მე რო გაღვიძებ რა უარესებს არ მეუბნებით. უარესებ გეუნები, აი. მეც ვარ გადაჭერილი მაგდიურად. ვადო ხადაგას გეუნებიში. ბიჭო, რომ მინდოდა მე საწამოსვლა ქუთაისში. კი არა, ყოფილვარ მან და გვირილობაზე გაიყო, ჩიტოვით? დედავი რა მახსოვს შემოდა რა გითხრა ხა გეტყვი აგერ ახლა პირველი ნახევარი საათი მახსოვს სუბრაზე რო დავსვეს და მერე უკვე მარშრუტკის შოფერმა გამაღვიძა 5 მაისს დიდუბეში ვართავ აი დრო გიტარებია მალადეცე ოჩაღისა ხარ ოჩაღისა კი ძმო კი დამირე გამერე მეურვა ეს რა кайღვინო ქონია მიხოსო მადლობა დიდი ზამიაიო და სულ ქება დიდება შეასხეს და ხოტბა შეღვინო მაიცა ჩემი ნუ ქონა წაღებული ჩემი ნუა მე რა გავიცოდი ეს ამბავი ჰა რა არიცოდი რაცო ეფსამო ჩიტოვიჩმა მითხრა რომ მიხო მიცისო და ჩამაასხა 50 ლიტრიანი ბალონი და წაიღო 50-იანი მაი შენა ბიჭო ხوار გაგიჟებულ ხარ საერთოდ ბიჭო ვერ გაგაღვიძე გამიმეორო კიდე ის სიტყვა რა მითხარი უნდა მეთხოვა და შენი კეთილი გულის ამბავი რომ ვიცი ძმა უარს ხوار მეთხოვდი არ მეთხოვდი როგორ არ მეთხოვდი ბიჭო 50 ლიტრაზე როგორ გეთხოვდი ვარ ბულბული წრევლები ის დაალევი გაჭირდი ბიჭო გაჭირდი ეხლა არ ეთხოვდი კაცო მე ხო ვიცი არა ეხლა გაბრაზებული ხარ და იმიტომ ამბობ ეხლა ეგრეთორე არაფერ უარს არ ეთხოვდი შეგენაცვალე ჩემოდაია მასი არის ნამდვილად კი შეგერგვი ჩიტოვი რა გენაღლება მაშ მაეწონათ იმერლებს ჩვენი ღვინო აი გაჩუმდი შენა ხალო კარგია კიდე და მიხიდე საქმესა ვიდია ძაბალ კაცო რა საიყვირი ხარ მე კი ძაბალ მაგრამ ნუ ეჩხუბები შენ ამ ჩიტოვიჩსა გაიგე ნუ ეჩხუბები ამანა შენი ღვინის პოპულარიზაცია გასია იქ იმერლებში რო იცე ხალა მე გაჩენენა და გამამიშტოფაიო თელი მარანი გამამიშტო მართალია ჩემი და არიცი ბიჭო დაფასებ ადამიანზე აი ძმო გაი შეხო დროატარე უჩემო და მე კიდე უფრო მაგარ ამბავში ვიყავი თუ მაგრია სალი ეგა საქართველოში რო ქვევრი საერთაშორისო დღე აღინიშნა იცოდი ეგა ღვინო კარქამი გაგდა ეგ სადაც ღია ეგა და რა ხტიმა მიგარშემო არაფერი ვარ ჩარჩილე და არც იმანა თქვენს ხედა რა გავვაზე ვიჯო აფერ დამიმთხი ეს ხედავ შედეგინე რომ აგერა და რა ხდებოდა მოყე ვითხარი მაგრამ გამიპე გული ერთიანად მამიყებოლო მოგიყვები შენსა და ხალხსაც მოუყვები მარტო შენ არა მაგრამ ჯანდაბას მაისმენ შენცა ურევი კი გააგი ზილის სარკეები მოკლეთა ხალხო ჩვენი ქვევრის ღვინო რომელიც საეგრე აბაიბურებს ესა 50 ლიტრა 50 ლიტრა რაცა 50 ლიტრა ხანდახანა გადამწყვეტია რას ლაპარაკობს ხო მოკლეთა იუნესკოსა არამატერიალური ძეგლი გახდა უკვე ქვევრი 12 წელი იცი გამბავი. ხო და წელსა გადაწყდა პირველად აღინიშნა ქვევრის საერთაშორისო დღე. და ყოველ წელს იქნება აპრილის ბოლო კვირასა. გაიგე შენა? შეგენაცვალო, ანუ გაისათანხმავარ ფაქტიურად და მე ერთად წავალთ გვირილობაზე. დალაგა ბიჭო არა. წელს აგე ჩემი ქვევრი თავზე აღნიშნე მე გამბავი და ქსორელებმა. კოლამა და ფირუზამა. სად არის კოლაკიულო? იხო. სად ახარ? ახსენე ძაღლიო და მოგადგება ისიცაო. ჯოხი ახსენე ძაღლი ხელის დაიგავეო.
დაიჯი. გამისკდა. მე ვიდა გოლი ბიჭო. შენ რა ჩამოგიდარე შროში და ეს უნდა გადაყოლაპო თუ ამ. შეგენა დაჩა მოკიჩევ ხოლმე და მე კიდე ჩამოგიდე რა რამოდენ აღვინო აქ თქო მოუწრილეს ფიალებს ელა აიღვინო რო აქ მაგის მაგარი. ჩემი ღვინოთი დიდი ჭიქებს ასვავენ და ეს მამიტრია აქ რა თემინა ეს ათითე ბიჭო მაგი გახსენებაზე ჩვენ ხო ქვევრი თავზე ვსამდით სულ ყველა ერთად. ხო მემრე ფირუზასაც წავიდა. რავი ბიჭო ის რა ქვია ჩემთან არის შენთან არის? ხო რავი წავიდა რო საერთოდ მარაშია ჩემთან ბიჭო რა ვიცი აბა იმას ავსვამდით რა ქვია ქვევრი დღეს აღნიშნავდით და ლამპიჩუშებით რა დავსვამდით მაგიდე და იმიტომაც ჟინავს აწნახებში მე რავი აბა გაღარ მახსოვს მაგრამ მეორე დღესა არყის საერთაშორისო დღე აღნიშნე დილიდანა ეგ ნახდათა მახსოვს ეგ რა იცის ქვევრის საერთაშორისო დღემა გადაბმა რა მიდი ჩიტოვიჩ გადააბოტე თორე თემას საერთაშორისო ღვინის ეგ დღე არის ეგ ო ეგ არის რაც იყო ებნება მეორე დღეს არღის საერთაშორისო მაგარი გადასარევი ამავიგე ამავიდი თბილისელებსაც ეღირსა ქუთაისელებივით და რომის პირდაპირი ავია რეისი მტკეცებ პირაში ორჯერ იბრესა შეგენათმალე არიცი როგორი გახარებული ვარ ჭკუაზე არა ვარ ბიჭო ეგ კი კარგი არის მაგრამ შენ რაც აღარ გახარებული ასაქვია რა გაუხარდა ბიჭო დაატანე ცოტა ტვინი მოხედა ვერიტანს კაცი მარშრუტკები მგზავრობაში ეხლა დაждდება ხოლმე ქუთაისიდან რომის თვითფრინავსა ჩავა რომში გადასდება თბილისისში და ტყაპანს გაადეს უცებ აქა თუ მასია მეს მაგარ გამიხარდა ეგ ამავიზმაო შენაზე გაგიხერდეთ გამაგებიჭებოდავია ვერ ახარ შენა ბიჭო დალევის მიზეზი ხო უნდა გქონდეს რაღაცა და გედა აღნიშნავთ მაგაცა მაგიდე და ვაგრინებო კარგი დამტკის და რომა ყველა გზა რომში კი არ მიდის ბიჭო მიფრინავს ო მართალია შენა თანა ცოტა წავეშველოთ კაცო აი ამ რომელებსა იდანგრეული შენობა რო უდგა ჩუაქალაქში აგე თითო აგური ანარყი ქვა გავაიყოლოთ რიყი ქვა უბრალოდ სუარაყი მემრანდება კაცო თვალებში უცებ ამოვაშინებთ იტალიელებს ამოუშინეთ კოლოზიუმი კედლებს რა უნდა მაგა გაადინეთ ყლაპარი დაადე გააგერა და მართალი ხარ მაგრამ უშნობს ინაგრევები რომ წარმამძ შევასევთ ვიჯებ და უცებ ორჩევი ძამია ისე მამისვინე რომამშივდეს გზაში აჩერებს და დაგვიტურე რიკოცე არა ბიჭო რიკოცი არა აი გორსო გაიცევდა დიპროპელერები რო არის დგაი მან დაჩერებს ეგა გორი კატლეტები მიდი კოლა შასხე შემდეგი ამბავი თორე ეს ისე გვირილად დაჩენილი ოიჩერა კარგი ბიჭო ერთი კაცი ყოფილა თურმე ყოველდილითა საკუთარ შარდსა სვავს და თანა იძახის ჯანმრთელობისთვის და კარგი არის ბიჭო მართალიანი და გამოვიდეთ მარა იქნება რავი აბა ტყუილს სხვა დაწენდნენ აქა რავი სადე შედა მაინც ერთი ორი კვირა და მიხვდები თუ გამოიკეთდი კარგია ეთქობა რავი ეგ თუ მართალია ესე იგი რა უტვინოები უყოფილად ჩვენა აიგე გამოდის რომ წამას ტუალეტში ვაქცევთ კაცო მაგიდე დავატირე აბა ეგრე იქნება დაუყენე რეცეპტი დაჰკა და გამაიტან გაყიდე მე ურეცეპტოდ მოგცემდო რეცეპტი წარვით საკუთარია მუსარჩენი ჩემი რომ შველოდეი მაგარი მოგაკალე არა ესე იგი მართლა კაი ყოფილა ჯანმრთელობისთვის შემოგოლია მაგრამ არ მიეჩვეო ისინი შენ დამეტანი იმიტომ რომ შენ თუ ზვარ ბოლომდე იცინალება და ბევრი სამალი წარმოაქვს არა დამწინეთ დაიცა ბიჭო დამწინეთ კაცო არა ბიჭო როგორ დაგწინეთ მაგრამ შენა ეგ არ დაგჭირდება ნახდათ ვიცი რათა რათა და შენი ყველა ყისას რომ მიიწვე ეგეც კარგი ყოფილა ჯანმრთელობითისა ეგე როგორ ჯურივით გამაიყურები რა პრობლემაა კარგი დამალები თავი კაცო რა იდები ხაყოფილა დაძე ეხლა მადა შენი გაბუტები ამბავი არ მინა კეკელა ძალივით ეხლა შემდეგი ამბავი წავიკითხო დამიგდე ყური მიდი აბა იაპონიაშიო ვიღაცა გჭორამს გველმაო როსაო ჩაროსნული მატარებული პარალიზება მოახდინა გველმა
გესმით ხალხო თქვენა? მარო! მოდი აქა, მოდი. აი, ბიჭო. ეგრე უნდა. რო, აბა. დედა შენი იაპონიაში ყოფილა წასული არ უნდა გითხრა საქმეპურს არ უნდა ჩაგვაყენო. რო არა იბეზრდება აბა სკიდე დედა ჩემის დაცვიდე. რო არა იბეზრდება რა არის. აი, რატაცინოა ქალო. იცოდე წელსაც თუ დავაპირეთ ბათუმში მატარებლით წასვლა, დედა შენი მარშრუტკი წამოვიდეს. იქ არ დავინახო. ხუბრება იქით იყო და რა უნდა ეხლა გველსა მატარებელში ხა რო არაფერში არა ვარიან ეგ იაპონელები ბიჭო დიხჩოლებინათ გოგიში გასვლისინა დიდი მოფიქრება უნდა და მაგარ რა საუბარო იაპონიაში გველსა იცი როგორ პატივსაცემენ ინდოეთია ეგ აბუეტო პატივს არ ცემენ ახლა მაგრამ უყვარწებედანი ვიო თავის დროზე ვერ რაყეს მაგველი იაპონელებმა თუ არა აი ჩაშოშოს მიცემდნენ იქ პროვატიკებს ზაში აი კარგი ბიჭო გირლებს მომე ებერია გული თაკიდენი იგე მე ჩაშოშოს ვამზადებ ახლა აი რაოდენა ეთერათი აბა გიდე ისე ბიჭო რა გინდა მიდი მიხედე შენ ამ მაგაზა და მორჩები და მოალთმა ები მოიგონეს ისე ამ ზაფხულს მაგარიამები გველოდება ჩემო ძმებო და თქმილებო და მურაბებო თელი ზღვი გაყოლებაზე რა ხდება კაცო მოყევი მოყევი გეღელები მაგარი ამბებია ძმებო გაზედროუზის კონცერტისთვის შეკვეთილში საფესტივალო ქალაქის მშენებლობა დაიწყო ზავია რა საუბიჯო გაზედროუზი ჩამოდიან ახლა ვა მაგრამ ევასებიან ეგეთი ვინა ვიჯო მე არ ვიცი ვინ არიან ეგენი სამშენებლო კომპანია მეგონა რა სახელია რა ვიგან რა როგორი სახელია როგორ სამღერიან ეგა წყნარებსა თუ ჯაგიჯუგებს უბრალოდ ორივესა უფრო იმასა ცხოვრებისეულებსა მოდა მაგრე ცხოვრებისეულები რომელი სიმღერაა ეთება მე რა ვიცი მაგრე აი შეგენაცვალ დამბურძგლადაში ეგ ამძელ როუზი თუ რაც ხებია ეგრები არის მაგრები არიან ძმარო რა მიგვის თუ ისე რაო მაგინგილა 7 კაცისთვის ვიო საფესტივალო ქალაქი აშენებაო და შეწარმეიდი ახლა ლონდონის სიმფონიური ორკესტრი ჩამოსულიყო ხუა შედებოდა თელი საქართველო აკადე ჩამოვიდოდა მართალია ბიჭო ქსოვრლების კონცერტი რო გავაკეთოთ აქეთა სადმე აქეთა რა ქალაქ თუ არა ეპატარა სოფელი ვერ წამოვჭიმა რასი არა მაგის სული იდეა შემოძებია რა თუ არ წამოვჭიოთ რა ხო ხარ თქვენ ამზათა ვიდეო რამე რო იყო მაინცა და აგე მე და კოლასა ერთი კოხტა სიმღერა გვაქვს დაწელი კახეთზე ჩვენებურად არა შენ არ იყავი აქა და მოვისვინო და რა იქნება მაგას აი ჩავტესტოთ და მოვისვინო თუ გამოვიდა ერთი მეორე რავი რა მე დავგეგმოთ რაღაცა მეიცა რაის სიმღერა ვიო და რაისის მარო გეტყვი ხა შემადგენლობასა ნანულა იმ დროს დავაძღე ჯო და ვამღერებდი რა მეკებში უკანა ხო ეგრე მარო ჩემი ნანულა ამისი უკრომზია იმისი ბეკებზე არიან რავი ეგრე მეიცა ხარა ადამიანო უჩემო ჩაწერეთ ვიდეო სიმღერა მალადეს ვიციერ თქვენ ბაშე რო უჩერო დაგულაო გუდაიში კარგი იყო ხო აბა კარგი იყო ნუ იმუტები შენა ერთი მოცხებთ ეხლა ჩვენა და შენ კიდე შააფაზე მაყურებელთან ერთად რას დღეს დილევას გავარჯოს ვიზია ყვეთო მაგიჩა ხელმოგიდება მე ინტერნეტში ხო დაიდება ინტერნეტში არა იქა კიდე სკოლა ინტერნეტში შენ კიდე მაგასთან ჩაწერე სიმღერა ერგერაცა კი პატარა 30-იან გაგიხსნი რომ მოგეწონა და გაიცინე გახსენ ბაგე გახსენ არ გელაპარაკებთ ეხლა იგეთ კუთხეზე უნდა ვიმღეროდო შერიგებული ხარ გძნობ მოუსვე ჯერ და მერე ვილაპარაკე გაშუშულითა და ხაშლავითა აბა მასწავლით კოლაი დებიუტია საქართველოს ღვინის მხარეო კახეთო ჩემო გაიხარეო
თუ არ დაგიდგამს შერაც ფეხია გულით რომ გელის ლაგოდეხია ასეთი ქვეყნად ერთი ორია ის სიყვარულის რეგიონია კახური ღვინით რომ გაბრუნდები იქიდან დიდხანს ვერ დაბრუნდები გახელებს გახელებს გაგიმარჯოთ გახელებს 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 გვიყვარს ვინც გვასახელებს მოვინახულე ჩემი სიღნაღი სიყვარულის და ედემის ბაღი არ დამავიწყდა ჩემი ყვარელი ულამაზესი და საყვარელი სულ გენადრება იტყვი ახნეტა ახლა მანახა ჩემი ახმეტა გვიყვარს ჩაგრულო გვიყვარს წინწყარო ჩვენი პეპერი დედოფლის წყარო გახელებს გახელებს გაგიმარჯოთ გახელებს 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 გვიყვარს ვინც გვასახელებს კახეთი ქვეყნის ანიბანია საგარეჯო თუ გურჯანია კეიფი ხენა ჩვენი ვალია სულ თელავია სულ გულავია გახელებს გახელებს გაგიმარჯოთ გახელებს 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 გვიყვარს ვინც გვასახელებს გაიხარეთ კახეთს გაუმარჯოს ჰოპ გენაცვალეთ ახლა კი ჩემო კარგებო ძალიან საინტერესო სტუმრები ჩემო პაატა უნდა წარმოადგინოთ თქვენს წინაშე ბავშვები რომლებმაც უკვე დაიპყრეს ინტერნეტ სივრცე და ახლა ისინი ჩვენი სტუმრები გახლავან მაშასე მივესალმოთ ანა მარია და ევა ბუთიაშვილები ამას უდოდა რომ მოეცა ევას მომეცი დიდი მადლობა აბა დაბრძანდით ესე როგორ ეთყობა ბავშვებს რომ კახეთიდან მოდიან აბა რა ხელდამშენებულები ესე იგი ბავშვებო მოდი ამას აქ ჩავდგავ თორე მექანიკური რეაქცია მაქვს ეგრევე დასხმას ვიწყებ ხოლმე ევა როგორ ახარ მითხარი კარგად დავიწყოთ კი შეგენაცვალე ესე იგი თქვენ ხართ ყვარელის რაიონიდან სოფელი გავაზი ხო ესია კი ესე იგი ანა მარია შენც დაეხმარები ხო შენ დაიკოს კი ხო აბა მოგვიყევით რა ხდება იქ და დავიწყოთ საუბარი ფილმში მინდა გადამიღონ რომელ ფილმში გინდა გადაგიღო სადაც ბურთებია აჰა ბურთებია როგორი ბურთები ფეხბურთის თუ საჰაერო საჰაერი წეგან მეუბნება მაგარს რა წეგან ხო იმით ვიყავით ურვაშებით მოიძრე ეწვერები მითხარი შენი სოფელს რა ქვია სოფელ გავაზი გიყვარს შენი სოფელი კი დედიკოს რა ქვია ფიქრია მამიკოს მირზა შენ იცი რომ შენ მამიკოს ვიცნობ მე
რა ქვია? მიზა? მირზა ქვია, მირზა, ხო, აბა? თიშენ. ვიცნობ მეთქი და. არა, რა მაინტერესებს პატარა, რამდენი წლისები ხართ ეხლა თქვენ? მე ვარ 11-ის, ევა 4-ის. ევა 4-ის. ეს მინდა და რომ გაგიკეთე. აჰა. ევა. ბაღში დადიხარ? კი. არ დადის ეს ასწავლის კაცო ბაღში. დადი ვარ. შეყვარებული ყავს? არა. ახლა შენ ჯერ პატარა. შეყვარებული გოგის არა ყავს და რა მოხდა ახლა? ამას ვარ ყავს. გოგის მაგას უნდა ყავდეს კაც შეყვარებული. ანა მარია, თქვენ მღერით ხო ერთად? კი. შენ სხვათაშორის რასაც უყურებ ძალიან კარგად უკრავ გიტარაზე, მადლობთ. ფანდურზეც ხო? კი. და ესეთი პატარა ვინმე უკრავდა თუ დადიოდი თუ როგორ იყო? კი, ბებია ჩემი უკრავდა, გარდაცვლილია ახლა. და ის გასწავლიდა ხოლმე. არა, არა, უბრალოდ მაშინ მისი ნიჭი მომყვა. აჰა. რა გინდა დედასთან მოდი შენ ჩემთან დაჯექი აგი კაცო და ევა შენი და კარგი. ევა რაზე უკრავს? ნერვების გარდა. მომეცი? იმიტომ რომ მე ზმღერი ვარ. აჰა. შენ რას მღერი? სიმღერებს. ხო და რომელი სიმღერა გიყვარს ყველაზე მეტად? აბა როგორ? პიპლიპიტე. აბა როგორ დამზადება მე თქვენი სამსახურიო. აჰა. კარგი. ეხლა რა მითხარი, იცი? შენ განისწავლა მან სიმღერა თუ გისმენდა? გისმენდა. იქ გინდა დაждდომა. როცა თამაშობდა, უსმენია და დავიმახსოვრა. და ჩვენი დღეს თვითონ დაიწყო სიმღერა. შენ ლექსებიც ხო არ იცი? კი. ერთი ლექსი წაგვიკითხე რამე. არ ვიცი. მოდი შეგეკითხი. მიდი ჩემთან მოდი. ანა მარია მანამდე შენ მე მითხარი შენთან სკოლაში რა ხდება თქვენთან? ყოჩახზე. რომელ სკოლაში დადიხარ? ყვარლის რაიონ სოფელ გავაზი. მე რამდენი სკოლაა? ჩვენთან ან პირველი ერთი სკოლა ერთი გვაქვს. სკოლა. კი, საათია. მოგწონს? ნიკასაც, მაგრამ არ ვაძლევ. მივცენ? ასე გულუხია. არა. აი. შეგეკეთო. ესე იგი, რა მინდა რომ სკოლაში ახლა ბავშვები თქო აი ხა თქვენ რო პოპულარულები გახდით, იმათაც არ მოუნდათ, რომ რაღაცა ზოგი მღერი, ზოგი ლექს ამბობს, ან რაღაცა პატარა ჯგუფი გააკეთოთ, ზოგი ცეკვავს, თუ არ არის ჯერ ამაზე საუბარი? ჯერ არ არის, მაგრამ მეუბნებიან რომ შენ თუ პოპულარული ხარ, ჩვენი კლასიც პოპულარული იქნებაო. აი, ასე უნებოდი. ესე იგი, რა მინდა პატარა უკითხო ხა ეს ვიდეოები, ახლა თქვენი ვიდეოები, რაც ნახა ხალხმა და ჩვენს იქ არის რომ ჩანს როგორ ეხმარებით დედას რა. ხო და რა შეგიძლიათ კიდე რა საკეთებ? სიმღერის გარდა საჭმელებს აკეთებ? ხინკალი. მართლა? კი. აბა ჩამოთვალე რეები იცი. ხინკალის გაკეთებაც ვიცი, ხაჭაპურიც, სუცხალის ამოლებაც ვიცი, ლობიანი ვიცი, გინდა ჩამჭრელი კითხვა? ჭადს აცხობ? ჭანჭაც ვაცხობ. შეგენაცვალე, მე ეს რა მარჯვე ყოფილა. ჭადი იცით კახეთში? კი, აბა როგორი ფორმის არის ჭადი, როგორია? დამწარი. დამწარი. მოარიცი. კარგი, მაშინ მითხარი, კაი ხაშლამა ჯობია თუ ჭადი? ხაშლამა. ხაშლამა. რა საყარელი ხარ, რა გავგი. ეს რა ღვინო მოგვართვი? კიზმარეული. შეგენაცვალე, საჭმელებსაც ხო აკეთებს უკვე და 4 წლის ბავშვი ღვინის ოზარმოებს, ღვინოს აწარმოებს. ო. ხო ვაკეთებ. ეხლა ვინ გიყურებს? შენი ბებო ხო გიყურებს? კი, აბა რა? რა ქვია ბებოს? ნინო ბაბო. მოვიკითხოთ ნინო ბაბო. კი. მიდი მოიკითხი აბა. უთხარი მიყვარხარ. შეგენაცვალე. მიხოს და მაროს უყურებთ? კი, აბა რა? იცი რა მითხარი ანა მარია?
აი ხა იქ კახეთში თქვენთან რამდენად უყურებენ ჩვენ სერიალს მიხოს და მაროს და რამდენად მოსწონთ აი შენი ასაკის ბავშვებს, უფროსებს თუ განიხილავენ ხოლმე წინადღით გასულ სერიალს საუბრები თუ არის ხოლმე? კი, სკოლაში უფრო. ხო არა? კი. ხანდახან თქვენ გაჯავრებთ ხოლმე სკოლაში, რომ აი ესეთი სპექტაკლი დავდგათ, როგორც კინოშია, ძალიან მოსწონთ ბავშვებს, ხალისობენ. ძალიან კარგია. ყველაზე ძალიან ყოლა მოწონთ, ვიცი ძალიან. ვარდო მოსწონთ. ვარდო მოსწონთ ძალიან, კიდე? თქვენ? ნუ ეს უკვე ვთქვით. შენ გიყურე იცი? მართლა? უკრავდი. რო უკრავდი? კი. კარგია, კარგი. ესე იგი, აი რას ვიძახი, მე რომ უმცროსი ავი მიხო. ხო, აბა. უმცროსი თაობა რო გვიყურებს, ეს არის ძალიან კარგი და უფრო მეტი უნდა მოინდომონ ჩვენმა სცენარისტებმა, რომ დაუღიათ პირი. უი, აქ მოფიო. გლავივით. რა ვქნათ ბავშვებო, ეხლა მთავარი ამბავი არ გავაკეთოთ, არ ვიმღერებთ? კი, აბარა. რა მისთქმა ხო არ გინდათ, ვინმე ხო არ გინდათ მიმართოთ. მე მინდა რომ თქვენ მოგიყვანეთ აქ, იმიტომ რომ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვოთ და უფრო მეტად შეუყვარდეთ ჩვენს მაყურებელს და მადლობა. შეგიძლიათ მიმართოთ, ვინც თქვენს კლასელებს, მასწავლებელს, რა ბაღელებს. გამოიწერეთ მიხოს სახელი. რა საყვარელი ბავშვია. ხურზენი და პურმალილი გახურიო დალიკა ბიჭები ვარ თავს გეკუთი გვახურია ეთირამე კარგი არის ყველაფერი გახურია ჰარულალო ჰაიდარულალო ჰარი ჰარალი ალალო არხიანულალო ხოდა კიდეულალო არხიანულალო ჰეი აბა როგორ კაცი მქვია გული მიწეს გახურია მოდი ვარ შემოგახეთო მონადრეობა გამოჩენია შენი სიხარულის გარდა არაფერი დამჩენია ჰარულალო ჰაიდარულალო ჰარი ჰარალი ალალო არხიანულალო ხოდა კიდეულალო არხიანულალო ჰეი კმეტები უყარ ძალიან. რომეც ეხა და ეხა ეს ვცადოთ. ხო. მიჩქმიტავ კიდე? ხო, ეგენაცო, მიდი 100-ია. აბარა. დედა ჩემი ჟაკო საჭამს ჩემი დაკი. ჩახოხბი. დედა ჩემი ჟაკო საჭამს ჩემი დაკი ჩახბი. მამა ჩემი ლობიოში კინძი цараია ეს რა ხათაია ხათა ბალაია მამა ჩემი ლობიოში კინძი цараია ეს რა ხათაია ხათა ბალაია და ჩემი ჟარკო სასჭამ ჩემი დაკი ჩახოხბილს ჩემი ჟარკო სასჭამ ჩემი დაკი ჩახოხბილს მამა ჩემი ქალამანში ზურები цараია ეს რა ხათაია ხათა ბალაია მამა ჩემი ქალამანში ზურები цараია ეს რა ხათაია ხათა ბალაია დედა ჩემი დანკო სასჭამ ჩემი დაკი ჩახოხბილს დედა ჩემი ჯარკო სასჭამ ჩემი დაკი ჩახოხბილს მამა ჩემი ლობიოში კინძი цараია ეს რა ხათაია ხათა ბალაია ჩვენი დილაც გათენდება მოვაყალიქი ცხოვრება თუ ყველას ერთი რამე კარგა გემახსოვრება ერთმანეთის სიყვარული დიდი ძალაია სიცულები ხათა ბალაია ღმერთმა ყველას ლხინი მოგჭედა ჭირი არაია აღარ ხათაია ხათა ბალაია
ესე იგი მე ისღა დამჩენია რომ ვიამაყუ და გავიბღინძო რომ ესენი არიან ბავშვები კახეთიდან თქო იმას ვთხარ იმ ვიდეო კახეთიდან ხო არა ხარ თქვენ? ხო. თქვენ გენაცვალეთ. მოკლედ ჩემო ძვირფასებო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ უსაყვარლესი ბავშვები ანა მარია და ევა. კახეთიდან